სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატურთას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ გადავედით 55-ე ნაწილზე. ეს უკვე მესამე კითხვა არის, რომელიც 2008 წლის 16 ივნისს იქნა ჩაწერილი. შემდეგი კითხვა იმით ის არის საინტერესო, რომ პირველად ჩვენ ვიგებთ, რომ მუსლიმანი ადამიანი ქრისტიანი გახდა ჯონ მაკარტურის ეკლესიაში. ჩვენ ყავდა ებრაელები, ჩვენ ყავდა, როგორც გითხარით, რამოდენიმე გამოვარჩიე ხომ მექსიკურ ალბათ კათოლიციზმიდან მოსული, ადვილი იყო, მე ვნახე ადრეც მაგალითად ორი უხუცესი მასთან არის ბელორუსიელი და ძალიან ახლოს კითხულობენ კიდევაც ქადაგებებსაც. ნუ კალამიცევი თავისთავად ცხადია, ის მან თავისი ეკლესია დაარსა, მაგრამ თვითონ ჯონ მაკარტურთან არის მაკეჟევიჩი, ესე თუ არ მეშლება, ერთ-ერთი ძმა, რომელიც უხუცესი არის და კითხულობს კიდევ შეგიძლიათ ნახოთ მისი ქადაგებები და მისი ძმაც ორი ძმები არიან მოქცეულები, მაგრამ პირველად მუსლიმანი, სახელად ახმედი, ნახეთ რა კარგ კითხვასაც სვავს. მოდით მოვუსმინოთ ახმედს, როგორ იღწოდა სულიწმინდა ძველი აღთქმის პერიოდში და იქნება თუ არა ის 64-ში. მე მქვია ახმედი და მინდა მადლობა გადავხადო უფალს გრეისის სათემოს ეკლესიისათვის. ანუ მადლი, გრეისი ინგლისურად არის მადლი. რადგან ეს არის ადგილი, სადაც მე გადავრჩი, ამიტომ მადლობას გიხდით ყველას. გმადლობთ ახმედ, თქვენ მუსლიმანი იყავით? დიახ, მე მუსლიმანად დავიბადე, მე ათეისტი გავხდი სინამდვილეში გერმანიაში ყოფნის დროს და უფალმა მომიყვანა აქ და 3 თვის განმავლობაში მე კურსებს გავდიოდი თქვენთან, ბიბლიის კურსებს და ქრისტიანი გავხდი. ჩვენს კურსებზე გახდით ქრისტიანი? დიახ ბატონო. აღფრთოვანებული ვართ, ეუნება ჯონი, აღფრთოვანებული. დიახ, მოდით მივესალმოთ ახმედს და მადლობა უთხრათ უფალს ახმედისათვის. რა არის თქვენი შეკითხვა ახმედ? რა თქმა უნდა, მთელი დიდება უფალს ეკუთვნის ბატონო ჯონ. დიახ, ვიცი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მადლობას უხდით მას, ჩვენ მადლობას უხდით მას ამ მადლისათვის. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს პასტორ ჯონ. რა ხდება ჩვენთავს, როდესაც 64-ში მივდივართ? ჩვენ როგორც ახლა გვაქვს სულიწმინდა, დაგჭირდება სულიწმინდა 64-ში? და ასევე თუ კი, როგორია ძველი აღთქმის წმინდანების შემთხვევაში, რადგან მათ არ ქონდათ სულიწმინდა. თუ ქონდათ? ჯონ მაკარტური პასუხობს და ადრეც უპასუხა ამას გარკვეულწილად, მაგრამ ესეთი სრულიად არ გაუცია პასუხი ამაზე თუ გახსოვთ. დიახ, კარგი კითხვა, ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმის წმინდანებს აუცილებლად ყავდათ სულიწმინდა. ეკნებოდათ, ვერავინ გადარჩება სულიწმინდის გარეშე. ხსნა ერთნაირია ყველა ეპოქაში. ვერცეთ ცოდულს არ შეუძლია სიკვდილისაგან აღდგომა, დამოუკიდებლად. ვერცეთი ცოდული ვერ მოვა უმეცრებიდან აღდგომამდე. ვერცეთ ცოდულს არ შეუძლია საკუთარი ცავი ძალით დააღწიოს სატანის კლანჭებს და სატანის გავლენას, თავის ცოდულ ბუნებას. ეს არის ღვთის ღვთაებრივი საქმე, რომელსაც სულიწმინდა ასრულებს. ამის ილუსტრაციას ხედავთ თქვენ მოქმედებაში, სადაც სული წყლებზე მოძრაობს, გახსოვთ, როდესაც სამყარო იქმნება, ხომ? და ქმნილება იწყებს ფორმირებას. ასევე დაბადების წიგნში წერია. ეს შემთთვის კიდევ ერთი საინტერესო იყო. მე-6 თავში და როცა გამრავლდნენ ადამიანები ქვეყანას და შეეძინათ ასულები, იხილეს ღმერთის შვილებმა, რომ შვენიერები იყვნენ ადამიანის ასულები და ვისაც ვინ მოეწონებდა, ცოლად ირთავდა. და თქვა უფალმა, არ იქნება ჩემი სული ადამიანთა ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელი ეგი იყოს მისი ხანი 120 წელი. ასე რომ ხედავთ, სული იბრძვის ცოდვილთან, რომელიც ცოდვილს რწმენამდე მიყავს. ახლა მე ეს ადგილი კი ვიცოდი, ზეპირა და კარგად ვიცოდი, მაგრამ აი ეს რომ სული რომ ებრძვის ადამიანს, რომ რწმენამდე მიიყვანოს. იმედის მომცემია რა, ესე იგი ყველა ჩვენ, როდესაც ჩვენ ღმერთს უნდა ჩვენი მოყვანა, ხო? სულიწმინდა იბრძოდა ჩვენში, არა მარტო სინდისი, მე მარტო სინდისით ვიცოდი, რომ მითითება, სინდისი მიგვითითებდა, ხო ჩვენ, რომ სწორად არ ვიქცეოდ. ნახეთ, სულიწმინდა ესე იგი ღმერთი ყოველთვის ჩვენ სულიწმინდის მეშვეობით გვამხელდა და მივყავდით და გვებრძოდა. და აი აქ ამ ადგილზე ღმერთი გადაწყვეტს, რომ შეეშვას. რა საშინელება არა, როცა საზოგადოებას ან ადამიანს ღმერთი შეეშვება და აღარ იბრძვის სულიწმინდა, რომ შენ მიგიყვანოს მასთან. საშინელება არა და შენ ნებაზე მიგიშვებს. ეს რომელთა წერილშიც არის პირველ თავში აღწერილი, ხო? და გადახედეთ საზოგადოებს, სადაც უკვე ეს თვალნათლივია.
ასევე იგივე არის იონეს სახარებაში, იონეს მე-16 თავი. სული ამხელ სამყაროს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. მე წავიკითხავ მე-7 მუხლიდან. მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით, თქვენთვის უმჯობესია რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშიცემელი ვერ მოვა თქვენთან, ანუ სული წმინდა. თუ წავალ, მე მოგივლენთ მას და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს, ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო, აი რაც თქვა ჯონ მაკარტურმა, მარტო მერვე მუხლი მოუხმო. ცოდვის გამო რომ არ მიწამეს, სიმართლის გამო მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების თავარი უკვე მჟავრდადებულია. და აგრძელებს ჯონ მაკარტურს, რომ ხსნის საქმე, ლაპარაკია სულის ხსნაზე, ყოველთვის სულიწმინდის საქმე იყო. ყოველთვის ამას სულიწმინდა აკეთებდა და დავითიც აღიარებს ამას. ნუ წამართმევ შენ სულს, დამიბრუნე შენი ხსნის სიხარული. ნახეთ, ესე იგი დავით მიხვდა, რომ ეს სულიწმინდის მიერ იყო, მისი სიხარული, მისი მოქცევა, რომ სულიწმინდა შეეძლო ეს გაეკეთებინა. მოციქულებმა ეს ასე გაიგეს, მათაც თქვეს და იესომ უთხრა მათ, რომ ისინი სულიწმინდაზე აუცილებლად სულიწმინდას მიიღებდნენ და ამით იმოქმედებდნენ, რომ ის თქვენთან არის და ის თქვენში იქნება. ძველად თვაში სულიწმინდის გარეშე ხსნა არ შეიძლებოდა, ვერც იქნებოდა. ასე რომ სულიწმინდა მათთან იყო, სულიწმინდა ემსახურებოდა მათ. მაგრამ რაღაც ახალი და სრულიად გაგებით უკვე ქრისტეს აღდგომის შემდეგ ის ჩვენშია. ასე რომ საქმე თავად რეალობაში კი არ არის, არამედ საქმე არის ამ რეალობის ხარისხი. სულიწმინდა ყოველთვის იყო ხალხთან და ყოველთვის აკეთებდა იმას, რასაც აკეთებს ჩვენთან. და როდესაც სამოთხეზე ვფიქრობთ, სულიწმინდის შინაგანი მსახურების საჭიროება იქ აღარ იქნება. სულიწმინდის დამაჯერებლობის საჭიროება აღარ იქნება. სულიწმინდის სწავლების საჭიროება აღარ იქნება. სულიწმინდის განმანათლებლობის საჭიროება აღარ იქნება. რამდენადაც ჩვენ უკვე გვეცოდინება ყველაფერი. იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს ღმერთმა შექმნიდა ჩვენ, რომ ყველაფერი სრულიად ნათელი იქნება ჩვენთვის. და სულიწმინდის მიერ ქრისტეს ჩვენებად საჭირო აღარ იქნება. თვითონ ვიხილავთ იესო ქრისტეს. გახსოვთ იესომ თქვა, როდესაც სული მოვა, ის გაჩვენებთ ყველაფერს ჩემს შესახებ, რადგან ჩვენ ქრისტეს ვიხილავთ. და მაინც ღვთის სული გარკვეულწილად იმოქმედებს ზეციური დიდებით, რათა წარგვიძღოს იმ მსახურებისაკენ, რომელიც ღმერთ ჩვენთვის აქვს განსაზღვრული. მაგრამ ეს არასოდეს ეხება იმას, რომ ზეცაში ვყო მორცუნებს სულიწმინდა უნდა გქონდეთ და ეყოლებათ. ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილი არაფერს არ გვეუბნება. ასე რომ, როდესაც სამოთხეში მივალთ, ჩვენ სრულყოფილები ვიქნებით. მთლიანად სრულყოფილი ვიქნებით განდიდებული სხეულით, განდიდებული გონებით, განდიდებული სულით. ქრისტეს მსგავსნი. ეს არ გამორიცხოს სულიწმინდას, რადგან გახსოვთ სულიწმინდა ქრისტეს მეშვეობით მსახურობდა. ასე რომ არსებობს გარკვეული გაგებით, რომ ღვთის სული იქნება ჩვენი მარადიული მსახურების ნაწილიც კი. ვფიქრობ, მაგრამ სხვანაირად, ვიდრე ახლა განვიცით, რადგან ზეცაში სულიერ სრულყოფილებასა და ქრისტეს მსგავსებაში ჩვენ უკვე შეღწეული ვიქნებით. ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ახმეტ ამ კითხვისათვის.